მომდევნო შეკითხვა, რომელიც უნდა დავსვათ, ასეთია: რას გულისხმობთ ხელოვნურ ინტელექტში? არსებობს ორგვარი ხელოვნური ინტელექტი. პირველი, ვიწრო ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ყველანი ყოველდღიურად ვიყენებთ. მას ბევრი დადებითი მხარე აქვს. განსაკუთრებით მედიცინაში, დიაგნოზის სწრაფად დასმისთვის. მას აქვს ასევე უარყოფითი მხარეებიც, თვალთვალის კაპიტალიზმის მხრივ, რომელთანაც უამრავი პრობლემაა დაკავშირებული. მათ შორის სახის ამოცნობა და 1000 სხვა ეთიკური საკითხი, რომლებსაც დაფიქრება სჭირდება. თუმცა ეს ვიწრო ხელოვნური ინტელექტი მართლაც ძლიერი გამოთვლითი ძალაა. ის უზარმაზარ მონაცემებს ამუშავებს იმ ამოცანების შესასრულებლად, რომლებსაც ადამიანური ინტელექტი სჭირდება. არსებობს ასევე ზოგადი ხელოვნური ინტელექტი. მაგალითად, იუვალ ნოა ჰარარი თავის წიგნში სახელწოდებით Homo Deus წერს იმის შესახებ, რომ 21 საუკუნეში ორი დიდი რამ მოხდება. პირველი, ჩვენ გადავჭრით ფიზიკური სიკვდილის პრობლემას, რადგან ეს ტექნიკური პრობლემაა და მეტი არაფერი. და მეორე, გავაუმჯობესებთ ადამიანის ბედნიერებას მათი გადაწყობის მეშვეობით, ან სილიკონის იმპლანტების გამოყენებით, რომლებიც კიბორგებად გვაქცევს, ან და ამა თუ იმ საშუალებით ჩვენი განახლების მეშვეობით. ჩვენს წამყვან მეცნიერთაგან ზოგიერთი ამას სერიოზულად ეკიდება. ხსენებული წიგნის სახელწოდება Homo Deus, ადამიანი, რომელიც ღმერთია, ძალიან ორაზროვანია. ჩემი აზრით ირონია ისაა, რომ ისინი ილტვიან ღვთის მსგავსი ადამიანის შექმნისკენ, ადამიანისა, რომელსაც ზე ინტელექტი ექნება. ამ იდეის მომხრე ბევრი მეცნიერი ათეისტია. ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც ღმერთია და რომელიც უკვე ნამყოფია ჩვენს პლანეტაზე, მაგრამ ის ხელოვნური ინტელექტი არ არის. ის ნამდვილი ინტელექტია, განკაცებული ღმერთის ინტელექტი. ამ ყოველივესთან დაკავშირებით იმის თქმა შემიძლია, რომ ის, რისკენაც ადამიანები ისწრაფვიან, იმ სცენარის პაროდიაა, რომელიც სცენარიც უკვე დაწერილია წმინდა წერილში.